სალამი მეგობრებო, ჩემი კუთხე იმერეთიდან. აი როგორც ხედავთ, მოშინაურებული ვარ უკვე. მომდევნო დღეების მანძილზე აღმოვაჩენ იმერეთის ულამაზეს ბუნებას. გავიცნობთ ჩემი ფესვების და ჩემი გვარის წარმოშობის ადგილს. ისე ძალიან ცირერიცხოვანი გვარია. მექნება ექსტრემალური აქტივობები. ფეხს ვერ პოვლობ, ნამდვილად. და მოკლედ იმერეთში თავს ისე შინაურულად ვგზნობ, რომ უკვე კროქსებით ვარ. ვარ ჩემი მინი ოჯახთან ერთად წამოსული, პიკაპი, სალამიკიტია, შეყვარებული, ქალბატონი ფრეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონი ფრეა. ხო და ვიდეოს დაწყებამდე ერთადერთი თხოვნა მექნება. არც გამოწერა არაფერი არ მინდა. თხოვთ რომ მეგობრებს გავუზიაროთ. ძალიან მინდა რომ საქართველოს მოგზაურობის სერიები უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს და ყველამ გაიცნოს თავისი კუთხე. შეგახსენებთ რომ ჩემი არხის სპონსორია სოკარი, დიდი მადლობა მათ და let's go დავიწყოთ ვიდეო. ხო მაგარი ინტრო იყო. როგორი მაგარი ინტროც იყო მაგაზე 10 ჯერ მაგარი ვიდეო იქნება და მე შეგახსენებთ რომ ჩემ არხს შემოუერთთ და Tegeta Motors-ი და Motuli, რომლებიც არიან საქართველოს გარშემო მოგზაურობის გენერალური სპონსორები და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო და საიდან დავიწყებდი იმერეთის მოგზაურობას? რა თქმა უნდა, იმერეთის გულიდან. სალამი მეგობრებო, ქუთაისიდან. ჩავედი ქუთაისში და რა თქმა უნდა, ქუთაისში ყველაზე ავთენტური გამოსწრება უნდა მივიღო და წავიდე ბიკენტიას საკაბაბში. ეხლა ვიყოფები თეთრხიდზე და ძალიან ახლოს არის ბიკენტიას საკაბაბი ამ ადგილიდან. წავიდეთ და გავხდეთ ქუთაისელები. ეს ხდებიან ქუთაისელები, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გავხდეთ ქუთაისელები. მოვედი ბიკენტიას საკაბაბში. ჩემი რამდენი ხანი მინდა აქ მოსვლა და არ ყოფილი ვარ არასდროს და ნახოთ რა იქნება. აბა ფოკასინჯეთ რომელი ბიკენტიას საკაბაბი. თვითონ ბიკენტია სად არის არ ვიცი ხო. თვითონ ბიკენტია სად არის თვითონ არ ვიცი. გავსინჯოთ ლეგენდარული ბიკენტიას კაბაბი. რომელიც გადასარევად გამოიყურება. მე მაქვს თბილისში გასინჯული ადრე ცადეს გადმოეტანაც. მე რაღაცა ვერ იყო ესე ამბობდნენ და ავთენტური ვნახოთ აგერ. ჩვენი კაბაბია რა. ჩვენ ეგეც მოვინიშნე რა. ბიკენტიას საკაბაბიშიც ნაკალი აქვს. ოფიციალურად ქუთაისში ნახი მაქვს. მორჩა. რაღაცა ძალიან გემრიელი, თან ცოტა ცხარეა. წვალილები ძალიან უხდება. ეს ხახუს ძალიან უხდება. რაღაცა ხორცია რა. ძალიან საციოდ უკვეთავენ, ანუ ეს გაზახიან პროსტა. ის მინდა ეს აი ზმაკას რო დაუძახვა, აი ეგრე არის ზუსტად რა. ქუთაისელი ვარ. თუ ეგ არის შეიძლება. მაგრამ ავთენტური საჭმელი გასაჭრელი მაქვს. აბატონო. აგრესა, ხო რა ეხარე, ვიდეო მოვწე. კაი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. უგებრიელესი იყო. აი, კაი ხალხი, კაი ჭავა, კაი ფასი, აი ზუსტად ამ თანმიმდევრობით ბიკენტიას საკაბაბში შეგიძლიათ მიხვიდეთ. მაგარი იყო ძალიან. ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური გამოცდილება იყო, რაც შეიძლება რომ გავამეცადა ქუთაისში. ქუთაისის შემდეგ გადავწყვიტე რომ ვესტუმრო ჭიათურას. ჭიათურაზე ალბათ ერთ-ერთი პირველი რაც ახსენდება ყველას არის კაცხის სვეტი. თუმცა რადგან ამაზე ძალიან ბევრი კადრია, ვიფიქრე რომ მხოლოდ იმ საქმეზე ჩავალ, რომელსაც რამოდენიმე წამში თქვენ თვითონვე ნახავთ. თუმცა სიმართლე გითხრათ, წამიერად დამავიწყდა რა საქმეზე ჩამოვედი, როცა სრულიად შემთხვევით საქმეზე მიმავალი, მოსახვევში კაცხის სვეტი გამოჩნდა. ანუ აი აქ უნდა ვიცოცო და იქ არის კაცხი. რა რეალური ცხოვრება. ძალიან საინტერესო რაღაცებს ნახულობ ამ მოგზაურობაში. ძალიან მომწონს რომ ჩემ საქართველოს კიდევ უფრო უკეთესად ვიცნობ. აგეგმება თავი შენ ქვეყანაში გქონიო სადაც უცხოეთში ხარ წასული და იქაც ვალიერებ უნიკალურ ბუნების ძეგლებს. მაგრამ არა, საქართველოში ხარ. ჭიათურაში. ეხლა მოვედი ძალიან საინტერესო ხალხთან, რომლებიც დამეხმარებიან კაცხზე ვიცოცო. დავიდეთ და გავიცნოთ. გამარჯობა. დავითი, სასიამოვნოა. დავით, სასიამოვნოა. ნინო, გაგვეცანი, გითხარი, სად მოვედი? ვაფშე რა უნდა გავაკეთო? გამარჯობა, მე ვარ ნინო. ჩვენ გვაქვს აღმოაჩინა ჭიათურაგითი ორგანიზაცია, რაც ძირითადად გულისხმობს, რომ ჭიათურაში პოპულარული გავხადოთ მეკვლეურობა. ძირითადად წამყვანი მეკვლეურობაა, თუმცა უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ჭიათურაში. და ყველაზე მთავარი მიზანი ასე ვთქვათ ჩვენი ორგანიზაციის არის, რომ ჭიათურაზე არ გაახსენდეს ადამიანს, რომ აი მხოლოდ მარგანეცია ან ასე შემდეგ. ძალიან გვინდა, რომ ჭიათურაში ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ რაღაც სიცოცხლე აქტიურობა, ყველაზე მეტად მეკვლეურობა მიყვარს, მაგრამ გვაქვს ასევე ბუნებრივი ბუნების ტურები, ხშირად დავდივართ ხოლმე და ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზია. თან ხელშეუხებელია და არც ინფრასტრუქტურა არ მიდის და ასე მგონია ეგ კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე რაც ყალიბდებოდა ბუნებრივად, ზუსტად იგივე მდგომარეობას რო ხედავ, ძალიან საინტერესოა, ასე ვფიქრობ. ძალიან ბევრი სალაშქრო ტურები გვაქვს ასევე და ჩვენი მეგობრების უმრავლესობა ამის ორგანიზაციაში ვართ. ყველა ძირითადად ჭიათურაში დავბრუნდით, ყოველს სადღაც განათლება გვაქვს მიღებული და ყოველდღე დავბრუნდით და ვცდილობთ, რომ ჩვენ პატარა საქმეები გავაგრძელოთ, რა ზოგი სოფელში, ზოგი ქალაქში. მე პირადად ჭიათურაში მაქვს საოჯახო რესტორანი და ძირითადად უცხოელი სტუმრები გვყავს ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა ქართველების მოსვლა უფრო მეტად მიხარია. დამპატიჟებ ხო? დამპატიჟებული ხარ უკვე ჩვენ მაგაზე შევთანხმდით. აჰა. ხარ და ხალხმა როგორ გიპოვოთ? ჩვენ
ჩვენ ან წუხვალ ბოდიშით რო ინგლისურად დავარქვით, ლანჩეტლია ეგრე ქვია, სადილი ლიასთან. ლია არის დედა ჩემი და გასინჯო მის არაჩვეულებრივ ხაჭაპურს დღეს. კი ბატონო, ყველაფერი აღწერაში იქნება, აქვე ვიტყვი, შეგიძლიათ ეგრე დასაჭოთ. და აი მაგალითად თუ უნდა ვიღაცას აი გამოცდილება ამ ყველაფრის მიღების. სად გიკავშირდებიან და როგორ ხდება ამ ყველაფრის დაჯავშნა, ასე ვთქვათ. ხო, დაჯავშნა შეგიძლიათ Instagram-ზე მოგწერეთ ან Facebook-ზე Discover ჭიათურა ეგრე გვიპოვეთ, ან აღმოჩინეთ ჭიათურა, ეს ორივე შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ და ვეცდებით რომ შეგაყვაროთ ეს სპორტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს ამ სპორტს. აქ და ახლა ხო ყველა ლაპარაკობს მაგაზე, რა ძნელია ამ ქაოსში საკუთარი სიმშვიდის პოვნა და ძალიან გეხმარება მეკვლეობა, იმიტომ რომ ერთადერთი რაზეც ფიქრობ არის ის, რომ როგორ გადაიჩინო საკუთარი თავი. პლუს პროცესში იმდენი გამოწვევა, ამ პატარ-პატარა გამოწვევების დროს აი ახალი ნეირონული ბმები ხდება შენს ტვინში და რაც ძალიან გეხმარება, რომ უკვე ცხოვრებაში ისეთი რაღაცები გაბედო, რასაც შეიძლება ვერ გაგებე და მე პირადად ძალიან გამეხმარა და ვიცი რომ ძალიან ბევრს, ამიტომ ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს მოკლედ. აუცილებლად სადოთ მოკლედ. აუცილებლად. მოდით, მიწერეთ, წინასწარ რამდენი ხით ადრე მოგწერონ ხოლმე. იცი რა, ჯობია რომ რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ყოველ შაბათ-კვირას გვაქვს ხოლმე დაგეგმილი, ყოველ შაბათ-კვირას ვცოცავ, თუმცა თუ სხვა დღეებში გენდომებათ, მაგისთვის რა 1-2 დღით ადრე რომ გაგვაგებინოთ, დავგეგმოთ კარგად და შეგვიძლია დავგეგმოთ მოკლედ მეკვლეურობა, ანუ ცოცვის ტურები და ასე მღვიმების ტურები. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ნასკვი, ასე. ჩვენ მზათა ვართ, შენ მზათა ხარ. ისე რა. სად ვარ თქვა ხა დიდი. ნახე, ხო, მაგალითად ხომია. თავარი პრინციპი ალბათ ცოცვის არის ის, რომ ენერგიებს უფრთხილდებით და როგორ ხელი საჭიც როცა ვიპოვით. ეგრევე გადავდივართ ტვინით იმ ფიქრზე, რომ ფეხშის მყარი საყრდენი ვიპოვოთ და ფეხში გადავიტანოთ მეტი ენერგია, რომ ხელებს გამოვუთავისუფლოთ ძალა და ბალანსისთვის გამოვიყენოთ ხელები. არის ადგილები, სადაც ხელებს მეტი ძალა დაადგება, მაგრამ სადაც არ არის საჭირო, არ დავაყენოთ მეტი ძალა, ეგ არის და ეგ. ოი დიდა. შებერე ანუ უარყოფითი ემოციების გარეშე რა თქმა უნდა ეტაპი პატარა 10 სანტიმეტრიანმა გადადგმულმა ნაბიჯმა გამოაჩინა შეიძლება ახალი გზა რომელიც მანამდე არ ჩანდა დასაწყისი ნამდვილად მარტივი იყო. ვიყავი დასვენებული, ყოველი ნაბიჯი ძალიან იოლი ჩანდა, თუმცა ფსიქოლოგიურად წინასწარ არ ვიყავი კარგად განწყობილი. აქ სადავარ. რადგან ფინიშის წერტილი ძალიან შორს მოჩანდა და საცოცი გზაც ძალიან მალევე გართულდა. ნახე მარჯვენა ხელი სადაც გაქვს მარცხენა ხელი წაიღე იმის თავზე გამოუცდელობის გამო გიორგი ძალიან მეხმარებოდა. მის რჩევებს ზუსტად ვითვალისწინებდი და ნაბიჯების თითქოს მარტივი ხდებოდა. თუმცა ნელ-ნელა უკვე ვიღლებოდი და სრულიად დამავიწყდა რომ ხელებში ძალა უნდა გამომეზოგა. დააწუოთო. ამასობაში უკვე ნახევარი გზაც გავიარე, თუმცა დაღლილობის და უკვე სიმაღლეზე ყოფნის ფონზე ვატყობდი რომ ფსიქოლოგიურად ნელ-ნელა გავტყდი და უკვე გიორგის რჩევებსაც დიდან ვეღარ ვითვალისწინებდი. აი ძალიან დიდი ნაბიჯებიც არ გინდა, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ აი მარჯვენა ფეხი რო შეიტანო. ფეხს ვერ პოულობ, ნამდვილად. არა, ვითიშები. სამწუხაროდ დავნებდი. გავუშვი ხელი, ჩამოვეკიდე თოქს და ველოდებოდი როდის დამიდასტურებდა გიორგი ქვემოდან რომ ჩამოსულიყავი. თუმცა ორგანიზაცია აღმოაჩინე ჭიათურის წევრებმა არიციან თურმე რა არის დანებება და ცოტაოდენი შესვენების მერე თავიდან მომეცა мотиваცია რომ გამეგრძელებინა გზა და აუცილებლად მიმეღწია ფინიშის წერტილთან. შეიტანე მარჯვენა. ეგ არის. აი. Давай. შო? ჩამეთვალა? ეგ არის შენია, შენი. შევეხე. ეს არის ჩათვალა მეგობრებო. შევეხე. შო არ მოვიდი. ეხლა უნდა ჩავფრინდებით. ვაი მეშინია.
ერთი სამჯერადად მოვკვდავდი თოგის გარეშე, მაგრამ როგორ გზნობ თავზე? იცი რა, არის ძალიან ფსიქოლოგიურია, რომ ნებდები საშინელებაა რა. ნამდვილად ჩამეთვალა. თუმცა არ მგონია რომ ეს მარტო ჩემი დამსახურებაა. კი, ფიზიკურად მე ავდიოდი ზევით, თუმცა რეალური ბარიერი ჩემ გონებაში იყო და ამის გადალახვაში აღმოაჩინე ჭიათურის წევრები დამეხმარნერ და მხოლოდ მათი დახმარებით შევძელი რომ ფინიშის წერტილთან ავსულიყავი. ზოგისთვის ეს სპორტი და უმრავლესობისთვის ეს ჰობი მგონია რომ ერთი და იგივე საქმეს ემსახურება, რაც არის ის, რომ დაძლიო შენი თავი, გადალახო სირთულეები და მენტალურად გატეხვის შემდეგაც კი არ დანებდე და გააგრძელო მიზნისკენ სწრაფვა. იმერული ხაჭაპური მიყვარს. თუ მიყვარს? ანუ რავი, კაც მოკლა იმერული ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელი არის. ანუ რაც კიდე დამისახელე ყოველთვის იმერული ხაჭაპური ვიჩავდი. სტორიჯერეკ და მე პროდუქცია. მე არის დედა, მამა. თან ახლა გაგვიწვიმდა და მოტო ავიყვანები კავზე. და მოკლედ პიკაპ მოტოური მოგზაურობა გამომდის 20 მომენტში, იმიტომ რომ ისეთი ამინდები აბა ფულში რომ მარტო მოტოთი გადაადგილებას ვერ ვახერხებ. მინიმუმ ქალაქებს შორის და დიდ დისტანციებზე ყოველთვის წვიმს. სანამ უგემრიელესი იმერული ხაჭაპურის საჭმელად წავალ, აქამდე გეტყვით რომ აქ დასარჩენი სივრცეც არის, რომელსაც ქვია კაცხის კოტეჯები, რომელიც ძალიან ახლოს არის საცოტ სივრცესთან და ჭიათურაში უკარგესი მოგონებების დაგროვებაში დაგეხმარებათ. მართალია მე აქ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი დღით ჩამოვედი, მაგრამ ჭიათურელი ხალხის სიყვარული მაინც ვიგრძენი. მოდი თუ კიდე. მოდი. გამარჯობა. აა, ყველამ გადავიღოთ არა ყოლე. მე გადავიღე. გადავიღო. კი ბატონო. გიქნევენ აქედან. სალამი. აი მე აუცილებლად გადავიდეთ. გაგასწრებ სათუ შეიძლება რა. ვიდი. მე ხელის მოკიდებაზე მიგძენი რაც ხდება. მე გემი ახლა შევწიოთ გარეთ ხაჭაპურს რომელიც ჩემი სახლის ასგავს. ძალიან იშვიათად რომ იმ დონეზე მომეწონოს როგორც ჩემი სახლის მომწონს, მაგრამ მეც ეგრე არ სახლისაც რომ გავდეს იშვიათად ყოფილა რომ ნუ ალკოჰოლს არ სონდა ხაჭაპურით გაგია. ასეთი გემია. კაი მოჟოსინო, გამიხარდა რომ გაგიცანი. ძალიან სასიამოვნო იყო მთელი დღის კომუნიკაცია და ეხაც აი ეს სიტუაცია ძალიან სიამოვნებს. ბედნიერები დაგისურვა, წარმატება და ზოგადად რა საქმესაც აკეთებ, რაც მომიყევი დღეს, ძალიან რაღაცნაირი ემოციური არის. მით უმეტეს იმ თაობისთვის, რომელიც ხედავს ძირითადი ქალაქების გარდა სხვა ქალაქების დაცარიელებას. შენ თუ იძახი რომ ბრუნდები სადღაც და იქ ცდილობ განვითარებას, ძალიან ნამდვილად ძალიან ემოციური და ძალიან მიხარია მსგავსი რაღაც რომ მესმის. მით უმეტეს წარმატებულად ის არა რომ საშუალო დონეზე რო ცდილობს რა. აშკარად მოწოდების სიმაღლეზე ცდილობ აკვლაფის გაკეთებას და ძალიან მაგარია. გაგიმარჯოს. პირიქს ასაო, გაგიმარჯოს და ყველანაირ საქმეში წარმატებას გისურვებ. აქედან კიდევ უღრმეს მადლობას ვუხდი ამ უთბილეს ხალხს ესეთი მასპინძლობისთვის და თქვენს თუ გინდათ მსგავსი ემოციები გამოცადოთ, რა თქმა უნდა, მათი საკონტაქტო ლინკი აღწერაში იქნება. იმერეთის რეგიონი ზოგადად ძალიან ცნობილია მღვიმეების სიუხვით, რასაც განაპირობებს ის, რომ მიწის ქვეშ ამ ტერიტორიაზე უხვი რაოდენობით კირქვა არის და კირქვას დროთა განმავლობაში წყალი აზიანებს და შესაბამისად უამრავი წლის მანძილზე მღვიმეები აქ ძალიან ბევრი ჩამოყალიბდა. ხო და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ზუსტად იმ მღვიმეში, სადაც მე პატარაობაში ნამყოფი ვარ. ეს არის სათაფლიის მღვიმე. სახელი სათაფლია მოდის იქიდან, რომ ამ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ გარეული ფუტკრის ოჯახები და შესაბამისად თაფლიც უხვად იყო და ასე დაერქვა ამ ტერიტორიას სათაფლია. თუმცა ეს ტერიტორია არ არის მხოლოდ მღვიმით ცნობილი. აქ აღმოაჩინეს როგორც მტაცებელი, ასევე ბალახის მჭამელი დინოზავრების ნაკვალევი, რომლის ანაბეჭდით ზუსტად კირქვაზე იყო გამოსახული. აქ ბავშვობაში პირველად როდესაც ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, ამის ფოტოები გადავიღე და სრული მქონდა, რომ ეხლა ზუსტად ეგ ნაკვალევი მენახა. თუმცა გიდის მოყოლიდან გამომდინარე, ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მივიღე. აქ მე ვიყავი ძალიან ღრმა ბავშვობაში და მაშინ ეს შენობა საერთოდ არ იყო, ღია ცის ქვეშ იყო ეს ნაკვალევი. ეხლა ამ გიდმას თქვა, რომ იმიტომ რომ ღია ცის ქვეშ იყო, კირქვა იყო, მზე აშრობდა და წვიმამ ნელ-ნელა წაშალა ეს ნაკვალევიო. მე ვახსოვს ძალიან დიდი დინოზავრის ნაკვალევი, ანუ დიდი თათები არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას. და ეხლა მარტო პატარებია შემორჩენილი ამ გადახურულში, როგორც ჩანს, იმდენად ბევრი განადგურდა, რომ დიდები აღარც შემორჩა. მიხარებდა ნახი მაქვს, თუმცა სამწუხარო რომ მეტი აღარ არის შემორჩენილი. ამ შენობის შიგნით არის მხოლოდ დარჩენილი ეს პატარა ნაკვალევი, რაც განახეთ.
კონკრეტულად სათაფლია კი ნამდვილად დიდებულია. იქაურობა სრულიად განსხვავებულ სამყაროს გავს და ეს ყველაფერი საკმაოდ ტურისტულად არის მოწყობილი. რაღაც ხრივ შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ტურისტულადაც კი არის მოწყობილი. კონკრეტულად სათაფლის მღვიმე საკმაოდ მოკლე არის და ძალიან მალევე ასრულებ ექსკურსიას და თუ იქ მოხვდებით სულ რაღაც 15 ლარად, ერთ საათში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და ულამაზეს მღვიმესაც დაათვალიერებთ. ეხლა მივდივარ ჩემ სოფელში, ჩემ დედულეთში, სადაც ქალბატონი ზაირა მასწავლის თუ როგორ მოვწველო ძროხა, როგორ ამოვიყვანო რძე, როგორ ამოვიყვანო ყველი და როგორ გავაკეთო იმერული ხაჭაპური. წავიდეთ, ძალიან დიდი ხანია ჩემ სოფელში არ ყოფილვარ, მოვინახო მაქაურობა და ვისწავლო ახალი უნარები შევიძინო კონკრეტულად იმერული ფესვების. დავიხარია თითქმის მომედი, რამდენი წელი არ ყოფილვარ, დედა მეზობლების ჭიშკრები ყველანი მახსოვხართ. ვაი ბეჭო გიცარი. აქ როგორ არის უეჭველი და გაზდახო თორე სხვანაირად ჩასი არა. ზაირა! მოვედი. გამარჯობა. არ შემჭამოს რა, ძაღლმა რა. მე ძაღლების მეშინია ხო იცი? ზაი როგორა? დავით. შეხოხარ, კარგად, იწყებულო, რამდენი წელია რო არ ყოფილიყარ. ეს არის ნენე ჩემი შეყვარებული. გამარჯობა. ეს ჯერ შემოვიყვან, ხო. ალეკო როგორ ახარ? რაშიძა, შედაგორა. ის კარგად. რამდენი ხანია აღარ ყოფილიყარ. დავიწყოთ წველა. მინდა რომ ცადო. ხო, მოიდა ჯექი. მოდი, ას არაფერი არა. ჩამოვქაჩე რბილად. გამარჯობა ძროხუჩი. აჰა. არა, ჭკვიანი ძროხა. ვერ ვიცრო და. მოდი ბიჭუნა. აი მე ჩავიცუცქები, გაი. ხო. პოსტრაფად როგორ შვები? ხო, ახლა მე მიჩვეული ვარ. და როცა ეს არის, ასე. აი, მოდი შევგაცროთ. მოდი, აი ეს ამ ძუძუში ახლა. არ გამიბრალდა გეღვაწები? მარტივია დათი. სწრაფად რთული არის. სწრაფად როგორ შვე? სწრაფად ის ბავშვობა როძროხას ველი არ. სუბი დოძროხო მომეწველა, მაგრამ ნამეტალი დილით ადრე შემოდი და მეძირავე აქტროს. ხო, მაშინ ადრე ახლა ასე. ძროხა მოუწველე. ეცადი? ყოველ დღე იწოლება? ხო, დილას ხო ჩამოწველი და საღამოს ჩამოწველი მე. და ძირითადად რა პროდუქტს აკეთებ, ანუ? ახლა მე ყველი. მე შრატია ყველს ვამოვიღე და ნადუხს გადმოვაწუხე. ახლა ადრე 3 ძროხა წავდა 2 წავდა. ახლა 1 ძროხა მყავს და 1 ისეთი უშობელი ქვია პირველი. 10 არის დამაკებული ახლა და გაზაფხულზე იქნება ძროხა. ჯერ ძროხა არ არის? ის მეორე მყავს თქო ეს ძროხა ახლა. მას კი ძერს უწელო ძროხა. ეს არის აღა მაგი ჩამოწელილი. ახლა გაუშვავ და ეს წავიდა საგულაოდ. წავიდა ახლა თავისთვის. ხა რა ეტაპია? ახლა არის ძის ჩაწურვა. ეს ახლა მქონდა წუხელი შენახული. იმიტომ რომ ბევრს არ იწველის ისე ძალიან ბევრს და ეხლა უნდა წამოადუღო. ასე ხო და მე ჩასხამ კვეთი. კვეთი რა არის? ესეთი ამის ის ყველი რო გაკეთდეს. რო აჭრას? ხო. მაგას რო არა ეძახია? შეადედოს. აჭრა არა, უნდა შეადედოს. ძეს რო ძროხასთან ჩამოდიოდი და ძეს რო სვამდი. ხო, მე მთელი ბავშვობა დილის მოწვეული ერთი ჭიქარ ძე მე ვხვდებოდა. რო წავადუღდებოდა თბილ-თბილი მოდიოდა. მაგითო ვარ ამსიმაღლე. ერთ ასე ნეკით ჩაყოფდა თბილი რო არის ტემპერატურას ასე ნეკით სულ ასე ამოწმევდა ყველა. ხო, შინაურულად. ხო, კიდე და შინაურულად მარტივად და გამოცდილება რო გაქვს. ქვეყნის ფოტოებია ვან გადაღებული. აჰა. კიბეზე მაქვს ჭუკებთან ერთად. ჭუკები ახლაც ხავს. მოჭროდა ჩავიდეთ. გაგემყავს, ზემოთ გამოუშვებ ახლა. აი, ესე იგი რძე რო წამოთვება, მერე კვერი თქვი? რა თქვი? კვეთი, უი მე. კვეთი მაღაზიაში იყიდება? ხო, ადრე ვამზადებდით და ახლაც კი ვამზადებ, ღორი როცა მყავს, ღორის მაჭი, ასე კუჭი. კუჭიდან რაღაც. კუჭის გაასუფთავე კარგად იგი ჩაი მასინ და ახლა არ მყავს და არსენ საშუალება არის ეს.
იმას სხვა გემოს აძლევს ხო, მაინც? კი, ძალიან არიან ის რომ ახლა რომ ის უფრო ბუნებრივიაო და რა ვიცი, ეს არის ახლა დამზადებული, ახლა ამბობენ ისინიც რომ კარგია, მაგრამ ყველი გემრიელია, ისე ცუდი არ არის და ასე თავსახურს ასე ანუ რაოდენობას ეხა შენ თვალით იცი თუ ლიტრობითაც იცი? ლიტრობითაც ვიცი ახლა ეს. აი ეს ახლა გავსებული უნდა და ამას და როცა ახლა უფრო ცოტა არის ამის ნახევარი თავსახური. აჰა, ანუ მაინც თვალით იცი. მაინც თვალით, ხო. ისე აწერია ალბათ შეფუთვასაც კი, აწერია. რაოდენობას. კი ბატონო. აი, ანუ ყველის ამოყვანა იწყება იმით, რომ ძეს წამოათბობ და ასე კვეთს ჩაასხა. ჩაასხამ. დადება ახლა და მე მიხვალ ერთი 10-15 წუთის მერე და ასე ნახავ და არის უკვე კარგად შესქელებული და მიუნთებ და კარგად აი მასქნეს. აი, ეხა 10-15 წუთს ველოდებით, ეგაა შემდეგი ეტაპი. კარგი. უკვე. როგორი ისა? აჰა. როგორი სხვანაირი კონსტიტუცია გახდა. ეხა ამის შემდეგი ეტაპი რა არის? რას ველოდები აქ? ახლა ყველს ასე აგერა კარგად გაცხელა და ასე ნელ-ნელად შევაგროვებ ასე ყველი კარგად მე ეს შრატი დარჩება აი ეს ფერი დავადგმე ნადუხს გადმოვაწვი ნადუხს მე გააგრილდება და თავის სპეციალურ ტონსიკამაგაზე ჩავასწრო და ნადუხი ხო გიჭამი კი კაცო მე დაიწურება იმ ტონსიკაში დაიწურება იმ ტონსიკაში თხელია ძალიან და გადმოვარდება ასე ეს შეხლა ფერს წავიდა ყველი ქვევით და ნელა მოგყავს შენკე? მომყავს ასე ჩემკენე ასე და შეიკრება ბოლოს? შეიკრება ბოლოს კარგად ასე რა ვარც ყველი ხო გინახია აი ბურთივით ხო ესე ჯამბო ყველს? ამას ხო ესე შემიძლია ხე გავსინჯო? კი კაცო ამას ვიდო მოშეს უყავს ეს ყველია უკვე? გავუშვი მე ვაზის უყავს ძალიან უმარილო ყველი უმარილო ყველი ხო გაწურავდა ის სხვანაირი ხო ვა ეხა ამას ასვამატე მარტო მარილს უმატებ? ამას კარგად ხო აგერე თაიმაზე ჯერ ძალიან წვნიანია ჯერ ძალიან წყალ არის ჯერ ხო როდი გაიწურება და წვეთი წყალი აღიჭება შეამარილე აჰა მე ახლა წათხეს ეხა ცოტა ძის გემოც მოყვება მოტკბო ხო თავის რძესაც აქვს და რო არ იცოდე რომ ყვამის გაყველი გეთება ვერ მიხვდები რომ ყველი შეჭამე რა ისეთი გემო ქონდა ეს ხა რძის შრატი არის რაც შევა ხო ჩვენ შრატი წაკი ასე ვეძახი და შრატი და წაკი ეხლა რაფერ შემოვაბუთავე და მის ჯამი ეს არის მადემიდი ხო ამ სეტკის ფორმას იღებს მე ყველი ხო მთელი ბავშვობა სუბიკვირდა ეს ყველი რატო იყო ესეთი დახორკლილი და მე შემთხვევით მივაგერი სადღაც იგივე მას პატერნს რასაც ყველი ზედაპირს აქვს და უი თურმე ჯამი ყოფილა აუ რა მაგარია ეხლა დაიწვიტება ხო ახლა მას მე გადავა ასე კიდე მოჭრიდა ხო კარგად მოუწურა და რამდენი ხანი უნდა ეხლა დაწუროს ხო ამას ახლა უნდა კარგი დღე მთელი დღე მთელი დღეც არა მაგრამ ესე ნახევარი დღე რომ მთლიანად კარგად და მარილს ბოლოში აყრი თუ აი შევამარილე შიგნიდან როგორ ხდება მე მარილი არა მე ეს გარს იკეთებ და მე წათხი ქვია მარილიან წყალში და მე ის გარედან გარსი უკეთებ ამას ასე შემოამარილებ და ნუ მაგარია ხაჯაბუს ახლა ფილს ყავში ასე მოცომა მოდინა მე ცხიმის ზეთით ასე შეისული ამ ხელებს ასე იმას კი რომ ცხიმის იგი კონდეს და კარგად შეძლო და ძალიან მარილე ამოდის მე ასე რომ თქვა ამოაგუნდავებ ფქვილი თბილი წყალი დროჟი და უნდა ცოტა მარილი მარილი ხო და ზეთიანი ხელებით მე უნდა მოზილო დიდი ხანი ზილაო კი კარგად ახლა ის თვითონ ხვდები უკვე ცომი რომ შემოცილდება თას კარგად ასეთი კარგი ის ბილი ცომი გამოდის მე ასე მიხვდები რომ უკვე კაი და მე რამდენი ხანი ასვენებ თვითონ მიხვდები ახლა მიხვალ და ასე როა კარგად ამოსული მიხვდები აი ერთი ჩაზელა კარგად კიდე ჩაზელ და კიდე ეს მეორე ამოსვლა ხა მე წახან ჩავზილე ხო და მეორე ამოსვლას უკვე მე დავიწყო ზოგი ახლა სამათად და რა ვიცი ამბეჯე რაღაცებს კიდე უკეთებენ რაღაცა მაგრამ რა ვიცი ახლა ყველას აქვს თავისი ხელი ახლა გავჭა დავაგებოვნოთ ხაჭაპური
ოი, ძალიან კიდე რა მქონდა ის დაუღებული? ეხლა დედა რო აკეთებდა ხაჭაპურს, სულ ყოველთვის რგვალი და სულ წვეტებით დაჭრილი. შეჭრიდი ხოლმე როგორც გაგიხარდებოდა. ისეთი უცნაური იყო ჩემთვის, აი სახში ეს წვეტიანი ხაჭაპური მოდიოდა და ეს როგორც გავხარდა. ბიჭი და მოჭრი და ტრაპეციები რომ მოდიოდა ხოლმე, ვა, ესეც შეიძლება, ანუ იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ აუცილებლად წვეტები და ყოფილიყო სახში. რომ ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ განსხვავებული ფორმების რო შეიძლებოდა თურმე რომ მოგეჭრა. ახლა სამკუთხედები და წვეტები და ნებისმიერი წავა ზაირა, რა საკეთებდი ის ქერი? ავთენტური იყო ის დაჭრები მე მიყვარდა მე. ხანდრა ოთხკუთხედი. აი ეს ფორმა იყო გასაოცარი ჩემთვის რომ როგორ შეიძლებოდა თურმე რომ ეს სხვა ფორმაც ყოფილიყო. აღმოვაჩინე სოფელში არ მეგონა. წავედით. წავიღეთ ხაჭაპური. ხაჭაპური კურსების ტყიშაი. იდეალური კომბინაცია. სოფლის ხაჭაპური ამჭავენ ძალიან დიდი ხანია. რანგაა. ოლაგაია. ხავარ 10 წლის ვარ და აქ ვარ რა. გადამაგდო ბავშვობაში. ხაჭაპურმა. მე ახლა წავედით ჭუკებთან. წავედით ჭუკებთან. ეგ ცხოველები ბავშვები და ძალიან მიყვარს და ჩემთვის სოფელში ჩამოსვლა. ეგრევე მაგ ბედნიერებას უკავშირდებოდა რომ შემეძლო ცხოველებთან კონტაქტი. აი ფილას გონონ. ინდორის ჭუკები. უნდა მოვიპარო ერთი ჭუკი. გასოს ციცილეს რო იძენი ბეჭებს და რო ტიროდი წავიყვან. მე რო გიყიდენ 2 წიცილა და კაი დიდები გადრევაზი ჩამოგვიყვანა, ასე ამხელები იყო. სიმართლე გამიხილე. ქორმა წაიყვანა ხო? ხო, ერთი წაიყვანა. ერთი ჩამესტე წაიყვანა ქორმა. დავკალი. ვითო მამაჩიმა გამოუშვა ბედნიერები იქნება. კიდე. კიდე რამოდენმე კვირაში. აიბე. ნიკილე ჯიკურიში. აიბე. ინო. სამომენატლე. მეტერესულელი ახსენები. აგიშებე. გავხართ. გავართ? აბა, წავედით. ძალიან დიდი მადლობა ზაირ. აი ხარა ყოფილა. აი ხარე მეც შემოსაყვანე. თხილებს წავიღებ რა პრობლემაა. დაუშვებ ჯიბეში. ავა ძალიან დიდი. მოვინახულებ სოფელი რამდენი ხანი არ ყოფილა. 10 წლის მერე? ესოია მეუბნებოდა ციხელი. რო ისო მე დათიო მე მგონი 10 წელია რო არ ყოფილა. 10-ია ზუსტად 19-ის ვიყავი ბოლოს. მე მგონი 18-ის ვიყავი. ხო, არა. ან 18-ის ვიყავი, ან 19-ის. იმიტომ რომ მანქანა მყავდა უკვე და მანქანა 18-იან მყავდა. მაგალითად ალექს. ამახე ხოტონე კაი ვიჯი ხარ ვარ დაგვივიწყე და კურსებს რო ახსენებ და გამეყარდა იქინა. ძენი მაშინ ინტერვიუში და ყველა ბეზუს. ყოველთვის რას ნიშნავს? და მოყავს საიდანაც მოვდივარ და სადაც გავიზარდე და ასე შემდეგ და სხვანაირად არც იქნება. ესე იგი აწლის მერე როგორც იქნება მოვინახულე ჩემი სოფელი. ან სასიამოვნო და ბავშვობა მას გატარებული აქვს და ზუსტად იგივე ემოციებით ვიყავი ხაც მისული. მაგარი არის რომ იქ სადაც გაიზარდე, გაღაფრული ატარე, ბრუნდები და ისევ იგივენაირი სიტყვოთი გხვდებიან და ისევ ისეთი კარგი გარემო არის. ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში არის გელათის მონასტერი, სადაც ბავშვობაში აუცილებლად ყოველ ზაფხულს მად მივდიოდი და საერთოდ არ მიფიქრია, რომ ეს ტერიტორია, რომელსაც ყოველწლიურად ვსტუმრობდი, ჩემი გვარის ისტორიასთან თურმე ძალიან ახლო იყო. და მოდით სანამ ამაზე მოგიყვებით, ჯერ უსაყვარლეს ბავშვებს გაჩვენებთ, რომლებიც გელათში მიცნეს. სად ვართ? გელათში ვართ. წირვაზე ხართ, მოსული? მაგარია. გადავიღოთ ფოტო? კი. დავაი, გადავიღოთ ფოტო. ტელეფონი მოსატარია. მოდი, მე დავიჭერე, ძელი ხელი მაქვს და ყველა ერთად გადავიღოთ. სტალსაკეთს გადავიღოთ. ეგარ. გავარჩი. ძალიან დიდი მადლობა. ძაღლი რო ყავს, თვალილობია ჩემზე მაგიტო დავარქვი. მართლა, აუ რა მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვიხარია ხოლმე ეგეთი რაღაცეები. მადლობა. დაფის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და ძაღლები ძალიან მიყვარს. ყველასი მადლობა. ერთი ძაღლი არ ყავს ჩამოყვანილი. აქ არ არის, მაგრამ და გუში ნახეთ. სასტუმროში. ფრეა ნახეთ. ფრეა ნახეთ, კი. რა, გავაგზელებ გადაღებას. კერგეთ. ბავშვობიდან მოყოლებული აქ წყალსო. ყოველჯერ გამჯერად სოფელში ჩამოვდიოდი. ყოველთვის გელათში მოვდიოდი და გამიხარია რომ კვირა დღე დამევთხვა. და ამ რესტავრაციის დროს შევდელი და შემოვედი. გარდა იმისა, რომ გელათის მონასტერი ისტორიულად ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩემი საგვარეულოსთვის დამატებით ღირებულებას ატარებს. ეხლა გაჩვენებთ
რა არის ეს? მოცულ მომენტში გელაც სრული რესტავრაცია უკეთდება. ამის გამო შიგნით ძალიან ბევრი ხარაჩო არის და სამუშაოების გამო ძალიან ბევრი მტვერია. ასევე არ იყო განათება და სინათლე, თუმცა მაინც ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ეს არის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოვამჩები მოგაწვით რევაზ ჭირაქაძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი გვარის, ასე ვთქვათ, ისტორიის განახლებაში, შეკრებაში, საგვარეულოს ერთ ჯგუფად მოკრებაში და ჩამოვართოთ ინტერვიუ და დეტალურად ყველაფერს აგვიხსნის. მოგვიყევით ჩვენ გვარზე, რა შეიძლება ვიცოდეთ. სოფელ ხახულიდანაა წარმოშობით, ეს არის სამხრეთ საქართველო იყო, იმიერტაო, ეხლა თურქეთის ტერიტორია, ქვია ეხლა აღბაში, თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს გვარი დაკავშირებულია ხახულის ხატთან, რომელიც გელათში იყო დაბრძანებული და გადმოაბრძანეს ეს ხატი, როცა დაიძაბა სიტუაცია და ეს საშიშროება შეიქმნა, გადმოაბრძანეს საქართველოში გელათში წამოაბრძანეს ეს ხატი და ჭირაქაძეები ამ ხატს გამოყვნენ. ფუძე ჭირაქაძეების და ჩირაქ თურქულად ნიშნავს ყმას, მსახურს. სავარაუდოდ ეს არის ხატის მსახური, ხატის ყმა, რომელიც იგულისხმება ხახულის ხატის ყმა. მსახური, რომელიც მცველად წამოყვენ ამ ხატს და დასახდნენ გელათში. ჭირაქაძეების გვარი ეხლა გელათში თითქმის აღარ არიან და დარჩენ გოდოგანში და გოდოგანის იქვეა სოფელი. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე თითქმის ყველა ჭირაქაძე სასულიერო პირი იყო მამაკაცი. ბოლო, რაც ვიცი, იყო ჩემი ბაბუას მამა იყო, გელათთან ახლოს არის ცოტა ზევით არის წმინდა ილიას სახელობის ეკლესია, სადაც იგი მოღვაწეობდა და იყო მღვდელი. კიდე ესეთი ის არის საინტერესო, რომ თვითონ ტაოშიდაც ეტყობა სამოდელო პირები იყვნენ ჭირაქაძეები, რაც იმით არის ერთი დასტური იმისა, რომ არის ესეთი სულება იოანე კიბისამხწერის, რომელიც ქართულ თარგმნის გადამწერად მოხსენიებულია იოანე ჩირაქი, ესაც 967 წელი. აი ესე მოკლედ რაც გვარის შესახებაა. ისე ძალიან მცირერიცხოვანი გვარია საქართველოში და მე ვისურვებდი, რომ გამრავლდნენ და ანუ სიმეგრევა ბავშვის ჭირაქაძეები უნდა გამრავლდნენ. მე რა მაინტერესებს ვიცი, ხა მე მახსოვს სამებაში რო ვიყავით ჭირაქაძეების გვარის შეკრებაზე. ეგ რასთან დაკავშირებით იყო და რა მოხდა მაგით? გვარის დალოცვა იყო 2011 წელი იყო, ჩვენო პატრიარქმა ილია მეორემ დალოცვა ჭირაქაძეების გვარი და გვარის მფარველ ხატად დადგინდა იყო ხახულის ღვთისმშობლის ხატის. ჩვენ მაშინ დავამზადეთ მაშინ ფოტოასლი გადავიღეთ მუზეუმში, გავუკეთდა ლუსკუმა, რომელიც მე 2014 წელს ხოვეთ გელათში მოძღვარს, მის წინამძღვარს და მოგცა უფლება, რომ ეს ჩვენი ხატი დაგვებრძანებინა იმ ადგილზე, სადაც მანამდე ისტორიულად იყო ხახულის ხატი დაბრძანებული, რომელიც ახლა მუზეუმშია თბილისში და ეს ორიგინალი თბილისშია, ხო და იმ ადგილზე, სადაც ეს ხატი იყო გელათში დაბრძანებულია გვარის მფარველი ხატი. პატარა გვარია რა, სადაც ვართ დაახლოებით აღწერის მიხედვით, სადაც 170-მდე ვართ მეტი არის. მე 200-ს მახსოვს და იქ აღარ არის რამდენი, ეხლა კიდე ახლა გიმონაცია მეტყვა ბევრი გავიდა საქართველოსდან და ახლა 139-ია მგონი საქართველოში აღწერილი. გასულები არიან სადღაც. ვიკლებთ. ხო და თქვენ გამოჩდით, ჩაიწერეთ. ხო, ასე არ მაწყობს. ასთან დავავალე პასუხობთ ახლა ვეთრე. მე მახსოვს შენ დაიბადე, მე მაჩუქეს გვარების ციგნი იყო ესეთი გვარები საქართველოში და იქ ეწერა ჭირაქაძეები და ჩემო მეგობრა მიაწერეს +1 შენ დაიბადე. რაოდენობაში. მაშინ რამდენი იყო გახსოვს? 171 იყო აღწერილი და 172 იყავი შენ. 172 ჭირაქაძეები საქართველოს დამარებული. დამარებული. სულული მაგის რომ საქართველოში ქართველები ეს თავისი ცოდნა, თავის განათლება, რომელიც ზოგი საავადმყოფოს, ზოგი საქართველოს ღებულობს, ყველაფერი ცოდნა მოახმარონ საქართველოს, გავაძლიეროთ საქართველოს, გავამრავლოთ და ძლიერი ლამაზი ქვეყანა იყო ჩვენი სამშობლო. აუ, ნამდვილად, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყანას ფუძედ უდგას განათლებული ხალხი. განათლება გჭირდება აუცილებლად. ოღონდ ეს განათლება მოახმაროთ საქართველოს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ეს ბევრი რაღაც ვისწავლე. ძალიან გამიხარდა აქ მოსვლა. მთელი ბავშვობა დავდიოდი და ძალიან სასიამოვნო არის ისევ დაბრუნება, სადაც ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი. დანახულობა.
რაც დრო გადის ნელ-ნელა უფრო ღირებული ხდება ჩემთვის თუ საიდან მოვდივარ, ვინ ვარ, რა ისტორია მაქვს და ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები. არ ვიცი ეს სიტყვით როგორ აღწერო, მაგრამ დროთა განმავლობაში ამის სრული ნამდვილად იმატებს. ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ზუსტად ის არის, რომ აღმოვაჩინო თუ სად ვცხოვრობ, რა ხდება გარშემო, ვინ არიან სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები და გავიცნო ის ადგილი, სადაც ვცხოვრობ. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის სპონსორი არის სოკარი და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ამ მოგზაურობის გენერალურ სპონსორს, Tegeta Motors და Motuls, რომლებიც ზრუნავენ ჩემი ტრანსპორტების გამართულობაზე და ნელ-ნელა ამ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის ბოლოში მინდოდა მენახა ჩემი თვალით კინჩხას ჩანჩქერი, რომელიც სამწუხაროდ დაკეტილი დამხვდა, თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს. მოკლედ იმერეთის მოგზაურობის ბოლოში ძალიან მინდოდა ახლო მენახა ჩემი თვალით კინჩხას ჩანჩქერი, რომელიც არის 50 მეტრიანი, მაგრამ რადგან დაცულ ტერიტორიაზეა სამწუხაროდ დაკეტილია, მოსულ მომენტში ვერ შევდივართ საღამოა. თუმცა მაინც შემიძლია რომ ახლოს მივიდე, აი ამ საყვარელი ტექნოლოგიის გავაყენებით. ესე იგი, იმერეთიდან გევშვიდობებით, მე მგონი კარგი ვიდეო გამოვიდა და ბავშვო, რა უნდა ქნან? Გავიწერეთ არხი! დავაიწერეთ არხი. ბრავო! მაგარი ვიდეო გამოვიდა. ესე ჩვენი ვიდეო, მაგარი გაუზიარეთ მეგობრებს, მაგარი ვიდეო. კილოცავს დაბადების დღეს. რავას და ეს ტორტი გაქვს მოყაზე. მადლობა ძალიან. ბედნიერი წლები, ჯანმრთელობა, წარმატება. გაიხარეთ თქვენთანაც და ბედნიერად გახსოვთ. კარგად. აუ, იმერეთი მაგარია რა, ძალიან მისათება.